ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი არაჩვეულებრივი ექსკურსია აჩუქა ჩვენს აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს. მათ ხელოვნებათმცოდნეებმა არაჩვეულებრივი ტური ჩაუტარეს მუზეუმის ტერიტორიაზე და 2000-მდე ნამუშევრები იხილეს, რის შემდეგაც ექსკურსია დასრულდა სემინარით, სადაც სოხუმის თეატრის ისტორია მოუყვა თავად სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით საყვარელიძემ ჩვენს ახალგაზრდებს. განსაკუთრებულად მიხარია მეც და დათო საყვარელიძესაც, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ბავშვებს მოუყვეთ თეატრზე. მე თეატრის ისტორია მოუყევი, დათომ სოხუმის თეატრის ისტორია მოუყვა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამასაკიდანვე იწყება ბავშვებში პოპულარიზაცია თეატრალური ხელოვნების და სახვითი ხელოვნების და ნახეს ესეთი არაჩვეულებრივი მუზეუმი, არაჩვეულებრივი თანამედროვე ხელოვნების მართლა ნამუშევრების ზოგიერთი შედევრიც და ამ ბავშვებისთვის დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო საინტერესო გამოდგა დღევანდელი დღე, იმიტომ რომ ცოცხალი შეხება, კომუნიკაცია უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რაღაცა დასერჩო და ინტერნეტში ნახო, ანუ რაღაც გადაცემას მოусმინო და ამიტომ მე მიხარია, რომ ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა დღეს ამ ურთიერთობის. ჩვენმა მუზეუმმა უმასპინძლა დევნილ ბავშვებს, მათ ჩაუტარდათ საგანგებო ტური, ხელოვნებაცოდნებმა გააცნეს ჩვენი მუზეუმის კოლექცია, რომელიც არის ძალიან მდიდარი და მოიცავს ბოლო 70 წლის ქართულ ხელოვნებას. ძალიან მიხარია, რომ ეს პანდემიის პირობებშიც მოხერხდა, რა თქმა უნდა, დაცულია ყველა რეგულაცია, პირბადის თანხლებით, დისტანციის დაცვით და ვფიქრობ, რომ ძალიან ესეთი სასიამოვნო დღე გამოვიდათ ბავშვებს. კარგი დღე იყო, ძალიან ბევრი ნამუშევრი დავინტერესდი. ვფიქრობ, ყოველთვის მოიძებნება ანუ ფავორიტი ნახატი, ასე ვთქვათ და საუკეთესო დღე გავაკეთე მეგობრებთან ერთად.